გამარჯობა, დილიდან არ წყდება, მოკლედ ამ ბესელიას და ხაზარაძის ვირთხების ეგრეთ წოდებული სოლიდარობის აქტის გამოხატვა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ ვაიმე რა ცუდია დაზიანებები აქვს, რომ კვერცხები ესროლეს, სალომე დაზიანდა და რაღაც. მე მაგაზე ვთქვი, რომ ნებისმიერ ფორმატში ძალადობა მიუღებელია ჩემთვის პირადად, როგორც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქისთვის, როგორც მამაკაცისთვის, ქალის მიმართ, მაგრამ ადამიანი, რომელიც ამ სისტემის მოძალადეობრივი სისტემის ნაწილია რა, ზურაბიშვილი, ეგ არის ხო პრეზიდენტის თანამდებობაზე, ჩვენ პოლიტიკური დევნა რომ მოხდა და თავში კასტეტი მირტყეს და სახენახევრად წამიშალეს ამათი დედავატირე. ბესელი არის ხო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ბავშვებზე წამება რომ მოხდა სამხედრო ბაზაზე და თუნდაც აგერა ჩემი საქმე რო ტრიალებდა და კიდე ბევრი ჩემნაირის უსამართლოდ რო იჭერდნენ ნამდვილ პოლიტიკურ პატიმრებს, გინდა კუტალაძეს, გინდა გიორგი ჭელიძეს, არაფრის გულისთვის, ზოგს ყრილობას რო აბრალებდნენ და მე დღემდე ამას ვერ უმტკიცებდნენ, თვილაყავდათ კაცი ციხეში და ჭელიძეს საერთოდ ავტომატის ტყვეები ჩაულაგეს, რომელიც აგერ სამონადირეო მაღაზიაში იყიდება და შეუძლია ყველას იყიდოს და გაუსახეს საბრძოლო მასალა და 3 წელიწადნახევარი ციხეში ეჭდათ ეს ბიჭი. ეგ არის ხო ძალადობა? ყოფილო თანამდებობის პირებო, ახლა კვერცხის სროლაზე რო გაქვთ პრეტენზია? როგორი სტანდარტები გაქვთ თქვენ სიმართლის და რაზე აპირებთ დავას? წადით იდავეთ კაცო ბიძინა ივანიშვილთან, თქვენი შექმნილი კანონმდებლობაა და თქვენი შექმნილი სისტემაა და თქვენ იყავით მაგ ქვეყანაში პრეზიდენტი და თქვენ იყავით ადამიანთა უფლებების დამცველთა კომიტეტის თავმჯდომარეები. რა დამავიწყებს იმას, პარლამენტის წინ ახალი მოსული იყო ქართული ოცნება, ქალი რომ მივარდა ბესელიას და ესო რა დღეში მაამყოფებსო პოლიციაო ხო შეიცვალა თითქოსო რაღაცაო და ბესელიამ რა უთხრა იცი თქვენ მე ახლა ქალბატონო მაგას მე ვერ დამაჯერებთო. იცი რა არის ახლა ვინც ემიგრაციაშია და ესენი არ იცის რა არის რა, მე კიდე უფრო მქონია ამ პოლიტიკასთან შეხება და ვიცი ვინ არის რა. ასეთი ტრანსფორმირება, თვით ბუნებასაც კი გაუჭირდება ქამელეონს ფერი მისცეს, რომ ნებისმიერ ბილწ გარემოს შეეგუოს და შეეხამოს. მოგეხსენებათ ხო ქამელეონი ფერს იცვლის მძღნერში, რომ მივიდეს მძღნერის ფერს მიიღებს. მაგრამ ესენი 1000 ქამელეონს აჯობებენ ფერის ცვალებაში. რელიგიურ ფერის ცვალებაში არა რა. ავიცი რა უნდა ვთქვა რა, წადით ყველამ ვიცით ვინ ახართ და რა ხართ და საიდან მოდიხართ და რა კატეგორია ხართ. ყველამ ვიცით. მაგას ვერავინ ვერ უარყოფს და ვერ დამალავ. თქვენი საქმის თქვენ იცით და ჩვენი საქმის ჩვენ ვიცით რა. მე მაგალითად სალომე ზურაბიშვილს მე სოლიდარობას ვერ გამოუცხადებ. მე ვერ შევარ ამ სიყალბეში. თუ რამე ცუდი ხდება, უნდა არსებობდეს კანონი და უნდა არსებობდეს სამართალი და უნდა არსებობდეს მიმდევრობა ნებისმიერ მოქალაქესთან, უნდა იყოს არ უნდა იყოს შერჩევითობის პრინციპი, უნდა იყოს შემთხვევითობის პრინციპი, მნიშვნელობა არა აქვს. სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ სხვა იქნება, თუ ვინმეს მოექცნენ არასწორად, კანონი უნდა სჯიდეს ამას სისხლის სამართლებრივად. ჩენი ახლა რა, მანდავანის სტატუსი უნდა მქონდეს, ამ პრეზიდენტად დამყოფი ვიყო, ან პარლამენტარი უნდა ვიყო, რომ კანონმა იმუშაოს. ეს არის ქვეყანაში უბედურება. ესენი რო ცუდები არიან, ის იმას კი არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი კარგია. მადლობა.